მოგესალმებით ყველას. დაბრუნდი ახალი ვიდეოთი. როგორც იქნა ვაგრძელებთ ამ შვენიერ სერიალს. ეს დრო დადგა, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ხანი ველოდებოდი ამ მომენტს, როცა გავაგრძელებდით. ყველა სერიალს ველოდებოდი, მაგრამ ამ სამი სერიალიდან რაც ახლა მიმდინარეში რა, უსაშველოები დავასრულეთ უკვე. ამ სამი სერიალიდან ყველაზე მეტად ავატარის გაგრძელება მინდოდა. Gravity Falls-ისაც ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ ახლა უსაშველოების ერთი სერია გქონდა მარტო დარჩენილი და პირველი ეგი მიდოდავდე და ბევრი ედიტიც არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ედიტისთვისაც ცოტა დრო მქონდა და მანამდე კიდე ტირ-ლისტი მქონდა 7 საათიანი გადასაღები და ასე რომ ავატარს ახლა ვიღებ. არ ვიცი, ერთი სული მქონდა, როდის გავაგრძელებით, ორი თვე ველოდებოდი. ბოლო სერია ძალიან მომეწონა, ომაშუს მეფე, ბუმი, არ დამავიწყდება არასდროს და საერთოდ არც ერთი სერია არ დამავიწყდება არასდროს, 6-ვე, უბრალოდ 5-ვე, რაც ვნახეთ, მახსოვს და 5-ვე მომეწონა. ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი სერია, რომელიც არ მომწონებოდა ავატარის. ყოველ შემთხვევაში, რავი, კანდიდატი არის ტოპ ანიმაციური სერიალებს. დარწმუნებული ვარ ახლა ფინალში ტოპებში მეყოდება, იმიტომ რომ ყველას ტოპებში აქვს. 80%-ისთვის ანიმაციური სერიალიდან ავატარი არის ტოპ პირველი. ასე რომ ეჭვიც არ მეპარება, რომ ტოპ სერიალი იქნება. და არის კიდეც მაგალითად ჯერჯერობით უკვე ძალიან მომწონს. მეექვსე სერია ავატარი აირის უკანასკნელი ბრძანებელი. რას ველოდებოდი, არც კი ვიცი და იცით რა, დიდად ლაპარაკის თავიც არ მაქვს ახლა დასაწყისში, იმიტომ რომ ერთი სული მაქვს როდის ვახავს სერიას. ორი თვე ამ მომენტს ველოდები და მოდით უხმოდ და ლაპარაკოთ დავიწყოთ. მანამდე კი შეგახსენეთ, რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ახლა ცოტა ხშირად დაიდება ვიდეოები. ასე რომ ხო. სერიის სათაური არ მინახავს, მაგრამ არც ვნახულობ ხოლმე. მე ხო მაინც გახმოვანები. კარგი. ველოდები, როგორც ყოველთვის კარგ სერიას. ავატარი, აირის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი სეზონის მეექვსე სერია. გასწრაფად, მეექვსე სერია. 3, 2, 1 დავწყეთ. წყალი. მასინტრო. მიწა. ცეცხლი. აირი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მეტად შემეძლო ახალი ავატარი ვიპოვეთ. ეს კადრი აირის მბრძანებელი. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. რამდენიმე კადრია ეს, როდეს ყურებაც მოგბეზრდება, მაგრამ ამ კადრის ყურება არ მოგბეზრდება არასდროს. აირის უკანასკნელი მბრძანებელი. ავატარი, აირის უკანასკნელი მბრძანებელი. პირველი წიგნი, წყალი, მეექვსე თავი, დატყვევებულები. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ის სათხოვები. კარგია რომ დაბრუნდი. სადელზე რა გვაქვს? ცოტა ვარიანტია. პირველ რიგში მრგვალი და ოვალური ფორმის თხილი გვაქვს. ეს კაკალია. ფორმის მქონე თხილიც. შესაძლოა ეს უბრალოდ ქვებია. ეს ქვა. მივით, ერთვით. სერიოზულად? კიდევ რა მოიტანე? არაფერი. ეს რა იყო? ხმა იქიდან მოდის. რაც საიდუმლო გასასვლელი? იქნებ მეორე მხარეს გაგქცეულიყავით და არა ხმისკენ. თუ მეთქი ქვა რომ დააგდო, მაგის გამო იყო ხმა. მიწის ბრძანებელი? მიწის მბრძანებელია. წამოდით გავიცნოთ. საშიში ჩანს. სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
გამარჯობა. ვობ. მე კატარა ვარ. თქვენ რა ქვიათ? საღოლ. ნახვამდის. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. უბრალოდ მისალმება მინდოდა. სადღაც გაიქცა. ალბათ აქვე სოფელია და ამ სოფელში ბაზარიც იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ სადილზე თხილს აღარ შევჭამთ. მათ მოსაპოვებლად ბევრი ვიშრომე. ნუ, ახლა მეც იშრომე. მეც მევიდა. ლამაზი ქუდი. მართლა ბაზარს მივაგებთ. თხილს მოგცემთ. მოიცადეთ. გამარჯობა დედა. სად იყავი ჰარო? დააგვიანე. საქმეებს ჰარო. შევდეგი. გამარჯობა. შენ ხომ ის ბიჭი ხარ? რატომ გაიქეცი? ალბათ ვიღაცაში გეშლებით. არა, არა შლები. მიწის მბრძანებელი ხარ. მათ რა დაინახეს? გიჟები არიან დედა. შეხედე როგორ აცვიათ. ხომ იცი რომ ეს ნუ, საშიში? შენც იგივენერად სვია. უბრალოდ სოფელებში. კარი გააღეთ. ცეცხლის სამეფოს ხალხი, ბუნებრივად მოიქესით. რა გინდათ? ამ კვირის ფული უკვე გადაგიხადეთ. გადასახადები ო, გავა. ხანძარი არავის ესე გებია. ხანდახან თავის გაკონტროლება ძალიან რთულია. სპილენძის ფული შენთვის დაიტოვე. ო, მოიცა ცოტა ხანი ანგი. ძალიან კეთილია. რამდენი ხანია რაც ცეცხლის კლავს. სამეფოს ხალხი აქ არის? არ მოკლავს, მაგრამ ცეცხლის ბატონი გაგლახავს. ოზარი ჩვენი ქალაქის ქვანახშირს თავის ოზარი. საწოვად იღებს. ქურდები არიან. ქურდავენ. აქ კი მხოლოდ ოზარი ახსენეს. წინააღმდეგობის გაწევის ეშ. შინა სერიაში. გაჩუმდი ჰარო. მახსოვს. შენ ულაპარაკე. ჩავიწერე კიდეც სახელი. ჰარო მიწის მბრძანებელია. დახმარება შეუძლია. მიწის მბრძანებლობა აკრძალულია. ამან ჩვენ სოფელს მხოლოდ უბედურება მოუტანა. თავისი უნარები არ უნდა გამოიყენოს. ამას როგორ ამბობთ? ჰაროს ნაბოძები ნიჭი აქვს. მისთვის მიწის მბრძანებლობის აკრძალვა იგივეა, რაც ჩემთვის წყლის მბრძანებლობაზე უარის თქმა. ეს ჩვენი სულის ნაწილია. შენ არ გესმის. მე ის მესმის, რომ ჰაროს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ცეცხლის სამეფო კიდევ რას გაგიკეთებთ, რაც აქამდე არ გაუკეთებია. ჩემთვის ჰაროს წართმევა შეუძლიათ. როგორც მამამისი ე, წელს. ოკეი. ეს მაინც ესმის კატარას. დედამ თქვა რომ ღამის ანუ გატარება ჰარო შეგვიძლიათ. დაწმებული ვერ ისწავლის თავის ძალების გამოყენებას, აბას მაგრამ ყურადღებას მივაქცევ, რომ მაინც მე ახლა არ შეჭამოს. სახიფათოა. აუ, აპა. ჩემი სიტყვებისთვის ბოდიშს გიხდი. მამა შენზე არაფერი ვიცოდი. არა უშავს. შენი საუბარი მომეწონა. ამან მამა გამახსენა. გმადლობ. მამა ძალიან მამაცი იყო. როდესაც ცეცხლის სერი შემოგვესია, ის და მიწის ხმამბრძანებლები უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს. როგორც ჩანს, დიდებული მეომარი იყო. შემოსევის შემდეგ მათ მამა და მიწის ხმამბრძანებლები ალყაში მოაქციეს და ტყვეება დაიყვანეს. მას შემდეგ ისინი არ გვინახავს. ესე იგი, ამიტომ მალავ, რომ მიწის მბრძანებელი ხარ. ხო. საქმე ისაა, რომ ახლა მამასთან სიახლოვეს მხოლოდ მაშინ გძნობ, როდესაც მბრძანებლობით ვარ დაკავებული. მაგის გამომდინარე, როდესაც ძალას იყენებს. ამ ხელსაბამს ხედავ? დედა მაჩუკა. ლამაზია. დედა მაშინ დავკარგე, როდესაც ჩვენთან ცეცხლის სამეფო შემოიჭრა. მისგან მხოლოდ ეს ყელსაბამი დამრჩა. ეს არ კმარა ხომ ასეა? ასეა. მიშველეთ. მაღარო. მიშველეთ. მიწის სურა თუ თავს დაგვესხნენ. დიდი ალბათობით უბრალოდ მიწის სურა, მაგრამ დახმარება გჭირდება. დრო არ შეიძლება ძლიერად გაწია. მეტიც იყოს. ჰარო. ანგი მისი გჭირდება. დახმარება შეგიძლია. აუ, არ შემიძლია. შეუძლია, კი, ხოვა კი კიდევ ვერავინ შეუძლია. დაგინახავს. სხვა გზა არ უნდა აქვს. მოვესწრო რომ ჰაროს ასე ძალები ჰქონდა. არა და ორი წამის წინ ლაპარაკობდნენ მაგაზე. ჰარო, ეს გამოგივიდა. მაგარია.
ალბათ ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნესია. რომ დიდი სიმამაცე გამოიჩინა. მიწის მბრძანებლობის გამოყენებით მოხუცკაც დაეხმარა. ალბათ შენ შთააგონე. ხო, ალბათ. ახლა ყველამ უნდა დავიძინოთ. გამთენიისას მივდივარ. გამთენიისას? არ შეიძლება ერთხელ მაინც გამოვიძინოთ. არ შეიძლება ეს სოფელი ცეცხლის სამეფოს ხალხითაა სავსე. თუ გაიგებენ რომ აქ ხარ ან საუზმეზე ცეცხლის ბურთებს შევჭამთ. გამოშვიდობთ. მირჩემია ცეცხლის ბურთები. თუ გაიგებენ აქ რომ არის თუ გაიგებენ აქ რომ არის პირიქით მათ დაერხევათ. ამდენად ბევრი ცა უნდა იყვნენ. აგი ასე მარტივად არ დაანებებს თავს. არც კატარა. ის არის მიწის მბრძანებელი. ეს ცუდია. ასე გები რატომაც არ უნდა ჰარუს რომ გაიგოთ მის შესახებ. ერთმა ადამიანმა გაიგო და უკვე გაიჭირეს. წაიყვანეს. ხარო წაიყვანეს. ეს მოლოდნად უფრო ემოციური მომენტი იყო. ჩემი ბრალია ვიდრე მე მეგონა. მიწის გამოყენება ვაიცულე. დავშვიდდი კატარა. ეს როდის მოხდა? ჰარუს დედამ თქვა რომ ჰარუს წასაყვანად შუაღამით მოვიდნენ. მისი ძებნა დაგვიანებულია, უკვე შორს იქნება. ძებნა არ არის საჭირო. ცეცხლის ხალხი ჰარუსთან თვითონ წამიყვანს. და ეს რატომ უნდა გააკეთონ? იმიტომ რომ მიწის მბრძანებლობის გამო დამიჭერენ. თავიდან მეგონა გაგიჟდი კატარა, მაგრამ შესაძლოა გამოვიდეს. ანგი უნდათ რომ მაგმა ჰაერის ნაკადი მოყოლდა ნამხვრელში უნდა გადმოიტანოს. ხო ჰაერ შეიწევა და ზადა მიწის ხალხმბრძანებლობას მივიღებთ. ან ყველაფერი გაიგე. მართალია. ხო, რა თქმა უნდა. გავიგე. შენი ნიშანი გახსოვს? მაგრამ ხო, დამშვიდი. მიწის ბრძანებლობა რატომ აღიარებას მართმევთ. ანუ როცა უკვე წყლის ბრძანებელია სამეფოს მიერ დატყვევებას გულისხმობ. რატომ უნდა დააჯერო მიწის ბრძანებლობა? ძალიან სახალისოა. ხო შეუძლია უთხრან რომ წყლის ბრძანებელია თუ მარტო მიწის ბრძანებლებია ინტერესებით. ზიდან ჩამომეცალე უძლურო. როგორ გაბედე და უძლური მიწოდე. დიდყურებიანო გონება ჩლუნგო. რა დამიძახე? დიდყურებიანი გონება ჩლუნგი. ერთი ამ ყურებს შეხედეთ. ცხოველები მათ ჭრდილში დგებიან ხოლმე? ჯობია გზით. სერჩატი არ მოგივიდეთ ახლა სერიოზულად გაივლიან უბრალოდ. არ გავიწევი. ალბათ სპილოები იკრიბებიან რომ ყურების გამო დაგცინონ. საკმარისია. ახლა პასუხს მიიღებ. ახლავე გაჩვენებ აქ უფროსი ვინ არის. მიწის მბრძანებლობას გამოვიყენებ. მე ვთქვი რომ მიწის მბრძანებლობას გამოვიყენებ. ის ლემური მიწის მბრძანებელია. არა იდიოტო. ბრძანებელი ეს გოგოა. ხო, რა თქმა უნდა. მე დავიჯერ. ლემური მიწის ბრძანებელი. უკან გამოყვებით. ცეცხლის ბრძანებლები ცოტა არ იყოს დებილები არიან. მამა, დიდი ყურები შენ. ზოგიერთი. არა შევსოკა დიდი ყურები პრობლემა არა. თერცვლებული ვერ კატარა მართლა გაგას გულისხმობდა როცა ამბობდა დიდი ყურები გაქვსო. ასე რომ ესეც კარგად იქნება. ცეცხლის კატარა ბრძანებელია. მეცის რასაც აკეთებს. მიწის კატარა ჭკვიანია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ყოველ მოგრძალებას. შემთხვევაში ამ სამეულიდან ყველაზე ჭკვიანი არის. მე თქვენი ზედამხედველი ვარ. მირჩევნია საბადიო სტუმრებად რო. ჩავდოთ და არა ტყვეებად. იმედი მაქვს თავმდაბალ და მზრუნველ მასპინძლად აღმიქვამთ. ყველაფერი გამოგივართ თუ დაგვიჭერებთ. რომელი სტუმარი აწყვეტინებს მასპინძელს საუბარს და არ წვენს, დაბლა ჩაიყვანეთ.
კარცერში აი, გატარებული და მის მანერებს მე უკვე გაშლება პერსონაჟები ერთმანეთში. იმდენი ხანი არ ვიყურები ავატარისთვის. როგორც მე გექცევით და ერთმანეთს შევეწყობით. ყურადღება ნუ, მიაქციეთ. წვენებით და ულაშებით მსგავსი აიროს. მთლიანად ლითონისა. მიწისა და ქვებისგან დიდი მანძილი გაშორებთ, ასე რომ თუ იმულმობელი სისასტიკის გამოყენების იმედი გაქვთ, რომელსაც ბრძანებლობას უწოდებთ, დაივიწყეთ. მოიცა შეში. ახლა გასაგებია რატო ბარემოდაც წყლის ბრძანებლები. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ყოველ შემთხვევაში კატარა ამას არ შეგერჩენთ. ბოლოში დიდი ალბათობით ჰარდა გვინებს თავისი მიზის ძალებით. კატარა? ჰარო, აქ რას აკეთებ? ჩემი ბრალია რომ დაგიჭირეს. აქ შენს გადასარჩენად მოვედი. ანუ მათ თავი დააჭერინე? ეს შენი პოვნის ერთადერთი გზა იყო. მამაცი ხარ კატარა, ნამდვილად ასეა. წამოდი. მინდა ვიღაც გაგაცნო. კატარა? ეს მამა ჩემი ტაირო. მამა. ეს კატარა. თქვენი გაცნობა დიდი პატივია. სადილინი ირთვი კატარა. არც ისე უგემურია, როგორც გამოიყურება. დავეჯერე კაკალს და თხილს ჯობია. დამა ამოჭრა მომიწია სამწუხაროდ, ძალიან არ მინდოდა ამ ვიდეოში, მაგრამ მომიწია ასე რომ გავაქცევოთ, მოდით. უბრალოდ დროის რეს ცოტა მაქვს, შეიძლება კიდევ ერთხელ მოვიწიო საბოჭრა და წინასწარ მოგიხდით ამის გამოგოდეს, იმიტომ რომ რავი, არ ვიცი მომიწევს თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს არა. ნახოთ. 3, 2, 1 გავაქცევით. კატარა? ზუსტად იმ მომენტიდან არ ვაქცევებთ, იმიტომ რომ მამა. ვერ მოვასწარე ჩანიშნა. თქვენი გაცნობა დიდი პატივია. დაპაუზება ვერ მოვასწარე. სადილინი ირთვი კატარა. ამიტომ არც ისე უგემურია, როგორც ხო ეს ნახეთ. დამა იმ მომენტიდან მაიცელე გემია. გემჩივიან რომ საკმარისი საკვები არ გვაქვს. ზოლებს დავალაპარაკები. მანამდე მოხუცებს მოუვარეთ. დანარჩენებს იმედი გვექნება რომ თბილი ამინდები გველოდება. უფლება მომეცით გკითხოთ. თქვენი გაქცევის გეგმა როგორია? გასრავად? როგორია აქედან გაქცევის გეგმა? ამბოხს უნდა მიმართოთ თუ საბოტაჟს? გეგმა? ჩვენი გეგმა ცოცხლად დარჩენა. ეს უნდა გადავიტანოთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ოდესმე რომელიმე ჩვენგანი სახლში დაბრუნდება და ყველაფერს დაივიწყებს. ამას როგორ ამბობთ? თითქოს უკვე დანებდით. კატარა, შენი სიმამაცი დაღწევნებული ვარ. გასაგებია ახლა ამდენი ხანი რატომ არ გაიქცე? და სიცოცხლეზეა. ზედამხედველი უმობელი ადამიანია და ამბოხს არ მოითმევს. უძლურები ვართ. ამას ნახავთ. აბა. გაგვანახე რომ უძლურები არ ვართ. თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე გიცნობთ. ჩემს სოფელში ყველა ბავშვი მიწის მამაცი ბრძანებლების შესახებ მოყოლილი ზღაპრებით იძინებს. და ის ბრძანებლები მიწის მამაცის ჩვენს ბრძანებლები. საზღვრებს იცავენ. შესაძლოა ზოგ თქვენ გასეგონოს, რომ ცეცხლის სამეფომ დაგაუძლურათ. დააჩერა. ბრძანებლობის გამოყენება აგიკრძალეს, მაგრამ სიმამაცეს ვერ წაგართმევენ. თქვენი სიმამაცის უნდა ეშინოდეთ, რადგან ნებისმიერ მაღაროზე ღრმაა, რომლის თხრასაც გაიწულებენ. ვაუ. ნებისმიერ ოკეანეზე დიდია, რომელიც სახლს გაშორებთ. თქვენი გული ძალა, აი. რომელიც გაყალიბებთ. კატარა. გული მაშინაც არ გაგრძება, თუ ყველა კლდე არ ჩამოიშლება. ახლა წინააღმდეგობის გაწევა. კატარა კარგი მოსაუბრეა. იცოდეთ, რომ ავატარი დაბრუნდა, ამიტომ თქვენი სიმამაცე გახსოვდეთ. იცოდეთ რომ ავატარი დაბრუნდა. ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. აბა, თქვენ იცით. არავინ? სერიოზულად? მე ველოდებოდი რომ ვინმე მაინც დათანხმდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს უკვე ყველამ დაკარგა იმედი. ის კატარა. გერგანგი. 12 საათი გავიდა. სად არის ჰარო? აქედან უნდა წავიდეთ. არ შემიძლია. ჰარო არ მოდის. ბევრი დრო არ გვაქვს. ყველგან ცველები არიან, გამოდი.
კატარა, რა ხდება? არ მოვდივარ. ამ ხალხს ვერ დავტოვებ. ეს რას ნიშნავს? კატარა კარგი ლიდერია მართლა. დასახმარებლად გზა უნდა არსებობდეს. იქნებ მართალია. რა სიტყვის აკა? მაგის სანახმა. გაგიჟდით. ნუ, ეგ ხო. ეს ჩვენი ბოლო შანსია. ახლა მე უნდა ორივე გაგიჟდნენ. ვერ ვიტან როცა ასეთი ხდები. მოდით უნდა დავიმალოთ. ნახე. ნა, ყურადღება გადადენა. ზუსტად მითხარი რა დაინახე. სერ, ეს მფრინავი ბიზონი. ამ ტიპს რა ხმავს? უზარმაზარი ორიგინალში. კამეჩი იყო, სერ. царიელი უნაგირი ჰქონდა. რომელი იყო, ბიზონი თუ კამეჩი? ბიზონი. არ ვიცი რა განსხვავებაა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, ხომ ასე, სერ? მე გადავწყვეტ რა არის მთავარი სულელო. კაპიტანი გააღვიძე. გემი მთლიანად დაათვალიერეთ. სერ, რა? ახლა სწორედ კაპიტანი გადააგდეთ. ასე რომ მაშინის გააღვიძე, ვინც არ გადამიგდია და გემი დაათვალიერეთ. რა მაგარი ლიდერი ხართ ბატონო? ბევრი დრო არ გვაქვს. რა უნდა ვქნათ? ნეტავ გარეჟღლის გამოწვევა შემეძლოს. ზედამხედველი გაიქცეოდა და მის გასაღებს მოვიპარავდით. და გასაღებსთან არ წაიღებდა? უბრალოდ მსჯელობ. მიწის მბრძანებლების დაყოლიება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ახ, გასაგებია წყლის ბრძანებლები რატომ არ ყავთ აქ? იმიტომ რომ წყალია ყველგან და არ გაუჭირდებათ აქედან გაღწევა. გილი მთლიანად ლითონისაა. აუხ, გასწევათ. სკოლება ვერ გავიჩერე. ან შეხედეთ. სანაცვლეოს დავდებ რომ ქვანახშირს წავენ. სხვა სიტყვებით რომ თქვათ. მიწას წავენ. კი, იმიტომ რომ მანგი ნამყოფია. თითქმის გათენდა. დრო აღარ გვაქვს. დარწმუნებული ხარ რომ ის გამოგივა? უნდა გამოვიდეს. ეს სავენტილაციო სისტემა სოფელში გაკეთებულ ფოკუსებს მაგონებს. იმ ფოკუსებს გავიმეორებთ თողოთ დიდი მასშტაბით. ბუნკერის საზურკელში დიდი რაოდენობის ქვანახშირია. მთელი სისტემა ნიავდება. აგმაერტის გარდა ყველა სავენტილაციო ხრელი დაკეტა. როდესაც აგი მოქმედებას დაიწყებს, ქვანახშირი ვერ საწავა და აკამოვა. გემზე უცხოები არიან. უკან დაიხიეთ. გავფრთხილებთ. კატარა გაჩერდი. ამ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებ. მოусმინე შვილო. კიდევ ერთ შეცდომას დაუშვი და სიკვდილი გელოდებათ. უკვე მოკლედებს ეს გეგმა. მთელი სერია ვენტილაციური ხვრელების გემო მასშტაბით აქვია. მასშტაბით გეგმებს. ეს თქვენი შანსია მიწის მბრძანებლებო. გამოიყენეთ, თქვენი ბედი თქვენს ხელშია. თქვენ მე გადავებით თუ რა? სულელო გოგო. გეგონაში თამაგონებელი სიტყვები და ქვანახშირი ამ ადამიანებს შეცვლიდა, რა? ამ цариელ უიმედო სახეებს შეხედე. მათი სული დიდი ხნის წინ დამარცხდა. დიდი ხნის წინ დაკარგეს იმედი. ჯერა. თან ჰიროს თუ ჰარუს გარდა ყველანი მოხუცები არაბა რა, ასაკიანები არიან და გამოცდილებაც მეტია. ამას ვამბობ. ანუ ისინი არიან ვინც უკვე მარცხნიდან იცადა და დაკარგა იმედი. მაგრამ როგორც ჩანს, არ უნდა მამამისმა და კატარამ იმედი გამოიკვლიეს. ნუ, კატარას სიტყვები. თითქოს ყველაფერი კატარას სიტყვების გარდა მოხდა. მიწის ბრძანებლები ცეცხლის ბრძანებლების წინააღმდეგ. გემზე ადით. მათ დავაკავებთ. გაქცევის საშუალება არ მისცეთ. მიდი ან ქვანახშირი მომეცით.
მიდი ავატარი. ეს ჭკვიანურია. დამიჯერე ან ქარიშხალის უარ გჭირდება. რაც არის ისიც გეყოფა. ჯერჯერობით. არა. მე კიდევ გჭირდება. ზურვა არ ვიცი. მოგეშინია. გამიგია რომ შიშრები არ იძირებია. კაბიდი რომ შიშრები არის. იო. იდე. მინდა ჩემი ჩვენი გადარჩენისთვის მადლობა გადაგიხადო. ამისთვის მხოლოდ ქვანახშირი დამჭირდა. ქვანახშირი არაფერ შუაშია კატარა. ეს შენი დამსახურებაა. გმადლობ რომ სიმამაცის აღმოჩენაში დამეხმარე კატარა. ჩემი ოჯახი და ყველა აქ მცხოვრები შენთან დიდ ვალში ვართ. ესე იგი, ახლა სახლში მიდიხართ. დიახ, ჩემი სოფელი უნდა დავიბრუნოთ. ყველა სოფელი უნდა დავიბრუნოთ. ცეცხლის ერი იმ დღის დადგომას ინანებს, როდესაც ჩვენს მიწაზე ჩვენთან წამოდი. არ შემიძლია. შენი ვალი სამშობლოს დაბრუნება. ჩვენი ვალი კი ჩრდილოეთ პოლუსზე ანგის მიყვანა. ის არის ხომ ასეა? ავატარი ის არის. კი? კატარა, გმადლობ რომ მამა ჩემი დამიბრუნე. მეგონა ვეღარ ვნახავდი. უბრალოდ მინდა რომ ვიცი. დედა ჩემის წყალსაბამი. დაიკარგა. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ზუკო. ჩემი ზორი სერია. ვიდოდა ბექვა ბოლოს რომ ზუკო არ გამოჩენილა. ზორი სერია და ბოლოს მაინც. ეს კაი სიურპრიზი იყო სასიამოვნო. და მომლოდნელი. ესე იგი ეს იყო ავატარი, აირის უკანასკნელი მბრძანებელი. პირველი სეზონის მე-6 სერია დატყვევებულები. ვაგრძელებთ, უბრალოდ ვასრულებთ, როგორც უკვე ვთქვი, ამოჯრა მომიწია, კიდევ ერთხელ, ხო თქვი რომ შეიძლება კიდევ ერთხელ მომიწიოს თქო და. ესე იგი ეს იყო ავატარი, აირის უკანასკნელი მბრძანებელი, პირველი სეზონის მე-6 სერია დატყვევებულები. მინდა გითხრათ რომ კარგი იყო. არ ვიცი, შეიძლება საუკეთესო ჯერჯერობით, მაგრამ არა. რამდენიმე სერია ზუსტად არ მახსოვს. ახლა იმდენი ხის ვუყურე, რომელი სერია იყო, მაგრამ ის ზუკოს და ეს ცეცხლის ტომის სერია უფრო მომეწონა. და შეიძლება მეორე სერიას. ყოველ შემთხვევაში ეს სერია კარგი იყო აშკარად. თორსები ისამე იყო ის ზუკოსი. ყოველ შემთხვევაში ეს სერია აშკარად კარგი იყო. მომეწონა რომ კიდევ დაგვანახეს ის ცეცხლის მბრძანებლები, ცეცხლის ქვეყნის მაცხოვრებლები, როგორც ცხოვრობდნენ, კონკრეტულად ის ხალხი, ვისაც დატყვევებულები ჰყავდათ, უბრალოდ ვინც დატყვევებული ჰყავდათ იმათ ცეცხლის მბრძანებლებს და გვაჩვენეს ასევე ყოფილი მეომრების, რომლებმაც უკვე გავოიერეს მთელი ომი, ტყვედ ჩავარდნენ და უკვე სულ დაკარგეს გამარჯვების და რამის კარგის იმედი. გვაჩვენეს ასევე კატარა, რომელიც აეთანხმება მათ და რა თქმა უნდა რომ თulis რომ არ უნდა დანებდეს და ყოველთვის უნდა იბრძოლო, ყოველთვის გამარჯვებისთვის და გვაჩვენეს რა ერქვა რატომ სულ ავიწყდება რა იმ ბიჭის სახელი და ერთ-ერთი წავით სადაც აკეწერა. ყოველ შემთხვევაში კარგი სერია იყო. ძალიან მომეწონა კატარას გამოსვლა სიტყვებით, იმიტომ რომ კატარა ყოველთვის კარგად საუბრობდა და ახლაც რა თქმა უნდა. ზოგადად კატარა როგორც ლიდერი არის კარგი, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ლიდერი მაგ გუნდიდან, ლიდერის როლისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა სწორედ კატარა. შეიძლება მომავალში ანგი უკეთესი ლიდერი გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ახლა კატარამ უკეთესად წარმოაჩინა თავი როგორც ლიდერმა. და
შეძლო მათი გამოფხიზლება კონცს მოყვანა, იმიტომ რომ აშკარად სჭირდებოდათ ეს მათ და აშკარად სჭირდებოდათ იმედის დაბრუნება. ძალიან მომეწონა კატარამ როგორი მოქმედა იმ მავიწყდება სახელი დატოვას ერთ წამით. ბიჭზე რა, მაგრამ არ უნდა დავიწყებოდი ასე. ამოვაგდებ მალე. ყოველ შემთხვევაში ხო ზოგადად მომწონს ამ იმაზე რომ ვართ გაჩერებულები ცეცხლის ტომზე. ისა ცეცხლის ტომზე რა და ჰარუ გამახსენდა. მიწის ტომზე რო ვართ რა და მიწის ხალხზე გაჩერებულები, იმიტომ რომ წინა სერია იყო ომაშუს მეფე, უმი და ეს იყო უკვე სხვა საზოგადოებრივ ცოტა დაბალფენაზე, მონებზე რა შეიძლება ასე ვთქვათ, მონებზე და გლეხებზე. და ჰარუც ისეთი იყო რა. ფაქტობრივად ჰარუ ისეთივე მდგომარეობაშია ახლა როგორც ჩვენი პერსონაჟები, იმიტომ რომ ანგი ჰაერის ბრძანებელია, ახალი და ახალი რა, ანგი მაინც ახლა არ დავივიწყოთ რომ 100 წლის არის. ძნელად სასაცილოა უნდა ჟღერდეს ეს. ყოველ შემთხვევაში კატარა კი თითქმის ერთნაირები არიან კატარა და ეს და სწორედ კატარა და ჰარუ და სწორედ მაგითო ვთქვა კატარამ რომ ეს არ უნდა დამალო ეს ძალებიო, იმიტომ რომ დაგჭირდება მომავალში და კარგი მეომარი უნდა გამოხდე და თუ მიწის ბრძანებელი ხარო, შენი ძალა უნდა გამოიყენო მაქსიმალურად. გამოიყენა და ტყვე დაიყვანა ეგრევე, იმიტომ რომ იმ კაცმაც რომ ჩაუშვა, იმ კაცსაც ახლა სავარაუდოდ ან ფულისთვის გააკეთებდა, ან დააძალებდნენ, შეიძლება ქონდათ კიდეც წარმოდგენა, რომ ვინმე მიწის ბრძანებელი იყო. დარჩენილი იმ სოფელში. ასე რომ მაგრამ ბოლოში ძალიან მომეწონა ბრძოლის სცენა, მიწის ბრძანებლები, ცეცხლის ბრძანებლების წინააღმდეგ. ეს იყო მაგარი სანახაობა. მომეწონა ქვანახშირი როგორ გამოყენეს. საერთოდ ვენტილაციური ხვრელები რომ გამოიყენეს იქ მომეწონა. ორივეჯერ მთელი სერია ვიგებდით ვენტილაციური ხვრელების მეშვეობით და ქვანახშირის მეშვეობით. ასე რომ რისი ბრძანებელიც არის ანგი, ის კი გამოიყენა. როგორც საჭირო იყო. და ჩვენაც ცეცხლის ბრძანებლებს ვინ იყო აქ ყველაზე მაგარი. და რა თქმა უნდა ზუკოს გამოჩენა ბოლოში. ახლა კატარას კულონი აქვს ზუკოს. არა მგონია დაუბრუნოს, მაგრამ გასავთ. არა მგონია დაუბრუნოს, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ. შეიძლება გააცვლებინოს რამეში. იმიტომ რომ კატარასთვის მაინც ეს კულონი უფრო ძვირფასია ვიდრე ბევრი სხვა რამე. არა მგონია ხა კატარამ თავისიანები გაგინოს კულონის გამო, მაგრამ შეიძლება მოტყუდეს რამეში. იმიტომ რომ ზუკო შტერი არ არის ახლა მოიფიქრებს რამეს, ვითაც შეიძლება კატარას ყიდვა. ყოველ შემთხვევაში ამას ვნახავთ შემდეგ სერიაში. ამას მაინც დავწერე. ვერ გავიჩენე ეს ყოლება. კარგი, დავასრულებ ამით. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარები. მე გიგნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.